ამ ვიდეოში ჩანს როგორ გარდაიქმნება სისხლში მყოფი ბაქტერია სისხლა და შესაბამისად როგორ შეიძლება გარდაიქმნას სისხლი ბაქტერიად. ის თუ ეს რას ნიშნავს და რა შუაშია მკურნალობასთან და ყველა დაავადების გამყურნებასთან ვილაპარაკებთ მალე. მოგესალმებით, მე ვარ აკაკი ილია ინასარიძე და დღეს ვილაპარაკებთ თუ როგორ უნდა გავმკურნოთ კიბო, დიაბეტი და ყველა სხვა დაავადება უმარტივესი მეთოდებით. იმით დავიწყებ, რომ მე არ ვარ ლიცენზირებული სამედიცინო ექსპერტი, არ მაქვს მედიცინაში დიპლომი, არ ვარ სერტიფიცირებული და ეს, რასაც ვილაპარაკებ, არ არის სამედიცინო რჩევა. ანუ ეს ოფიციალური სამედიცინო რჩევა არ არის და არ უნდა გამოიყენოს რამე დაავადების დიაგნოზისთვის ან რამე დაავადების განკურნებისთვის. მე უბრალოდ გავაზიარებ იმ ინფორმაციას, რაც ღმერთის დახმარებით და ჩემი ინფორმაციის მოძიების უნარით შევაგროვე და რაც ჩემ თავზე გამოვცადე. მე ვარ ამ მომენტში 23 წლის, მაგრამ წლები მაქვს გატარებული ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მოძიებაში და ჩემი თავის მკურნალობაში. რამდენიმე წლის წინ მოხდა რაღაცა ინციდენტი და მომიწია ვაქცინის გაკეთება. და ვაქცინის გაკეთების შემდეგ დამემართა ჯანმრთელობაზე სერიოზული პრობლემები. მქონდა ცირკულაციური დარღვევა, ანუ სისხლის მიმოქცევა იმდენად დაქვეითებული მქონდა, რომ მიწევდა მარტო მარჯვენა მხარეს დამეძინა, იმიტომ რომ დამეძინა მარცხენა მხარეს თითქოს ვიგუდებოდი. მქონდა სერიოზული დაღრდილობა, უძილობა, საშინელი ტკივილები, მქონდა ჰაერის უკმარისობა, სერიოზული ჰაერის უკმარისობა მქონდა. მქონდა რეალურად კიბოს სიმპტომები, გულის დაავადების სიმპტომები, დიაბეტის სიმპტომები. აი თუ შევჭამდი რამე ტკბილს, სერიოზული ჰაერობა დემართებოდა. და მომიწია, ექიმებთან სიარულია, ექიმებმა ვერაფერი ვერ გაარკვიეს. ანალიზები ამიღეს, ანალიზები ჩვეულებრივად გაქო და არაფერი არ ჭირსა, როცა აშკარად ვკვდებოდი. და მომიწია უკვე ჩემით დამეწყო მედიცინის შესწავლა და ჩემეთსა და მიმეგნო მკურნალობის მეთოდებს. ისე რომ იცოდეთ, ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ უკვე ვისწავლე თუ რატო შეიძლება ადამიანი რეალურად კვდებოდეს, მაგრამ სისხლის ანალიზში არ ჩანდეს ეს. და ასევე ძალიან ბევრი სხვა საინტერესო რაღაც ვისწავლე. და დავიწყე ამ პროცესში ჩემით მედიცინის შესწავლა. შევედი ალტერნატიულ საიტებზე, დავიწყე ლექციების ყურება, ჩანაწერების გაკეთება და დავიწყე ჩემ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება. დავიწყე ჩემ თავზე რაღაცების ცდა, რომ მენახა რა მუშაობს ჯანმრთელობაზე და რა არა. ერთი ჩემი ბაბუა იყო, ნათელში ამყოფს მისი სული, მას ერქვა აკაკი და ეგეც მაგარი აზემოსული კაცი იყო, თავის თავზე ატარებდა ექსპერიმენტებს, ჯანმრთელობის რაღაც მეთოდებს ცდიდა და მე ბაბუა ჩემივით დავიწყე ჩემ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, რაღაცა თქვა მოვიძიებდი ინტერნეტში რაღაცა წამალს და ჩემ თავზე გამოვცდი, რომ მენახა მართლა მუშაობდა თუ არა. მაგრამ ერთი ის ვისწავლე, ერთი ის პრინციპი, რომ ადამიანის ამ ნათქვამი არ უნდა იჯერო, მნიშვნელობა არ არის ექიმი არის, ჭყალებში ექსპერტი არის თუ ვიღაცა ვაფშე უსუდინარი არის. ის პრინციპი მაქვს, რომ უნდა ჯერ გაიაზრო თუ რატო ან როგორ მუშაობს რაღაცა. კი შეიძლება ვიღაცა ექიმა თქვას, რომ აი ეს რაღაცა კარგია, ეს რაღაცა ცუდია, მაგრამ თავარი არის რომ გაიაზრო თუ რატო არის კარგი ან რატო არის ცუდი. და ესეთი ორი პრინციპი მაქვს, ორი რაღაცა ტესტი. ჯერ უნდა გავიაზრო რომ რატო რაღაცა მკურნალობა რატო მუშაობს, ან რა არის მის პრინციპი და მეორე გამოვცადო თუ მართლა მუშაობს თუ არა, ან მართლა მკურნავს თუ არა. და
დავიწყე აი ძალიან ბევრი რაღაც მოძიება, ძალიან ბევრი რაღაც გამოცდა, მაგრამ რეალურად ეს ცოდნაც არ ყოფნიდა, რომ ჩემი თავის მეშველა. მაგრამ აი ამ გამოკლების პროცესში რაც უფრო ღრმად ვისწავლე ადამიანის ანატომია, რაც უფრო ღრმად ვისწავლე, აი სხვადასხვა თემებში გადავედი უკვე აი ადამიანების კაცობრიობის ისტორიაში, აი სამყარო როგორ შეიქმნა მაგის შესწავლა დავიწყე. აი ძალიან აი სხვადასხვა თემებში გადავედი, სხვადასხვა თემებში ავმოვდი, რომ მეთქი იქნება აი რაღაცა სფეროდან რაღაცა მომნახო, რომ იქნებ დამეხმაროსკო. და მოძიების პროცესში რეალურად მივედი იმ დასკვნამდე, რომ აი ადამიანის სტრუქტურა, ანატომია იმდენად აი ექსპერტულად არის შექმნილი, იმდენად ეს სხვადასხვა თემები რა ვისწავლე ღრმად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არსებობდა ღმერთი. და ის რომ ჩვენ ვართ ღმერთის შექმნილები. აი ჩვენი ანატომია ისეთი აი ისე ინჟინერულად აი ისე გაკეთებული არის რაღაც სპეციფიურად, რომ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვიყავით ღმერთის ქმნილებები. და ღმერთს თხოვე დახმარება ღმერთს თხოვე, რომ ესწავლებინა ჩემთვის როგორ გამეკუნა ჩემი თავი და ღმერთს თხოვე, რომ მაცოცხლოს. და ამ პროცესში ასევე დავიწყე ღმერთთან ურთიერთობაში შესვლა, დავუსვამდი კითხვებს, მისგან პასუხს მივიღებდი. აი ბევრჯერ იქნებოდა სიტუაცია, რომ აი ღმერთს კითხვას დავუსვამდი და რამოდენიმე დღის მერე რაღაც ყურს მოკრავდი რაღაცას და ჩემ კითხვას ან ესე იგი პასუხი გაეცემოდა. ან პირდაპირ ღმერთის ხმას გავიგებდი, ან ღმერთი გამოიყენებდა ვიღაც ადამიანს შემცხოვრებაში ვინც არის, რომ ჩემთვის პასუხი მოეცა. მაგრამ შევედი ღმერთთან ურთიერთობაში, დავიწყე ლოცვა, დავიწყე სულიწმინდით დავივსე და ერთი გამოცდილება მქონდა, რომ სულიწმინდა, ღმერთის სულიწმინდა ჩემზე გადმოვიდა და აი ძირს ჩავიძირე, ისეთი სასტიმონო გზნობა იყო. თავის სამოთხეში მეგონა და მე დავიწყე აი ცეცხლოვან ენებზე ლოცვა, სულიწმინდის ენებზე ლოცვა, რაც შეგიძლიათ მოიძიოთ ბიბლიაში, მოციქულთა საქმეში, ახალ აღთქმაში. ახალ ენებზე დავიწყე ლოცვა, სხვა ენებზე. და ღმერთთან ურთიერთობაში შევედი და ამ ურთიერთობაში უკვე აი მაყვალიანებდა ღმერთი თუ როგორ უნდა განმეკუნა ჩემი თავი. და ერთშვენიერ დღეს ღმერთს ვთხოვე, რომ აი როგორ გავაუმჯობესო ჩემი ჯანმრთელობა თქვან მაგის დაგვარი და ბიბლიაში მაჩვენა აი რაღაცა ჩანაწერები. და აი ესეთი რაღაცა მაგ აღმოჩენილი ბიბლიაში. ეს არის ბიბლიის პირველი თავი, დაბადება. და აქ წერია, როცა ღმერთი ქმნიდა ადამიანს და ევას და ჩვენს სამყაროს, აქ წერია, რომ ეთქვა ღმერთმა, აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზდო. მიწის ყველა მხეც, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემ ძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად და იქნა ასე. და კიდე გვაქვს აი რაღაცა წიგნი დანიელიდან და ეს რეალურად გვემოვნებოდა იმას, რომ აი ღმერთის ნება იყო, რომ რეალურად გვეჭამა ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეული. მაგრამ თვითონ ეგეთ დამაჯერებლად არ ჟღერს. ნუ კიდე აღმოვაჩინე დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში, პირველ თავში, დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ოლოფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმინდურებულიყო. აძლევდა ღმერთი დანიელს მათსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე. უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს, მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენ სასმელ საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირის სახეები, თქვენი ასაკის სხვა ყვაწვილზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე. და უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია. მოდი 10 დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი და ეს საჭმლად მწვანილი მოგცე და სასმელად წყალი. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყვაწვილებისა სამეფო ოლოფას რომ ჭამენ და როგორც გენებოს ისე მოგვექცი შენს მორჩილთ. დაუჯერა მათ და 10 დღე სდიდა. 10 დღე რომ გავიდა აღმოჩნდა, რომ ისინი
შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყვაწვილები სამეფო ულოფას რომ ჭამდნენ. ანუ ჯერ ნახეთ პირველ ბიბლიის ნაწილში, პირველ წიგნში, რო ეწერა რომ ღმერთმა მოგცა ბოსტნეული და მცენარე, იყოს ფინისაზდო და აქ დანიელი, რომელიც იყო 10-ჯერ უფრო ბრძენი ვიდრე მეფის მსახურები, მაგრამ უთხრა ერთ მეფის მსახურს, რომ არ მინდა ხორციო, არ მინდა ღვინო, მომეცი მწვანილი და ბალახიო. და დანიელმა და მისმა ხალხმა, ვინც ჭამა მწვანილი და წყალი, უფრო ჯანსაღა და უფრო ღონიერები და უფრო ბობოტყუნებულები იყვნენ, ვიდრე ვინც ჭამეს ხორცი და ღვინო. ვინც მეფის ხორცი და მეფის ღვინო შეჭამეს. და კიდე რაღაცა იყო, რაღაცა ბიბლიაში იყო კიდე რაც მანახა ღმერთმა, მაგრამ აი დაუფიქრდი რა, იმიტომ რომ აი ფაქტიურად აი ღმერთი მაყვალიანებდა რომ ყველაზე კარგი არისო, მწვანე ბოსტნეულიო. და დაუფიქრდი, აი მაინც და მაინც მწვანე ბოსტნეული რატო თქვა, აი ძალიან დამოფიქრა, იმიტომ რომ აშკარად აი რაც რო ინფორმაციას ვიძიებდი, მართლა ან ინტერნეტში ვიძიებდი ინფორმაციას, ან ღმერთი მაყვალიანებდა, ან რაც არ უნდა მექნა, იმას ყვანდი მივდიოდი, რომ მწვანე ბოსტნეული იყო ყველაზე კარგი. აი ალბათ ბევრს აგიგიათ, რომ აი ნიახურის წვენია ძალიან კარგიო, ან მე უკვე ვიცი, რომ კიტრის წვენია ძალიან კარგი. და აი რატო დავფიქრდი, რომ რატო? იმიტომ რომ ერთი არის, რომ ყველა რაღაცას გეუბნება, რომ ესე არისო, მაგრამ მეორე არის, რომ მართლა უნდა გაიაზრო, თუ რატო არის ეგრე. იმიტომ რომ ვაქცინაზეც მითხრათ ბევრმა, რომ კარგი არისო და ლამის მომკლა ვაქცინამ. და მე რომ მოვიზია ინფორმაცია, მივხვდი როგორი სატანური არის, როგორი დემონური არის ვაქცინები და აღარ ვიკარებ. იმიტომ რომ გავიაზრე, თუ რატო არის ცუდი. გამოცდილებითაც და უკვე სწავლითაც. ამიტომ არ მინდა რომ უბრალოდ რაღაც დავიჯერო. და ამ მწვანე ბოსტნეულს ეხლა არ ვიჯერებდი, მაგრამ აშკარად ეგეთი გზით მივდიოდი, რომ მწვანე ბოსტნეულია ყველაზე კარგი. და რატო? ესეთი აღმოჩენა გავაკეთე და ჩემი აღმოჩენა არ არის, ერთი კაცი არის, ქვია რობერტ ო იანგი. რობერტ ო იანგი ქვია. და ესეთ რამეს იძახის, რომ და ამას მედიცინაში არ ასწავლიან, რომ იცოდეთ. იმას, რომ ჩვენი ყველა ორგანო კეთდება სისხლისგან. ანუ კუნთიც, ძვალიც, ტვინი, გული, ყველა ორგანო კეთდება სისხლისგან. თუნდაც სისხლი კეთდება წვრილ ნაწლავში, კეთდება ქლოროფილისგან. და თუნდაც ქლოროფილი არის ის მოლეკულა, რაც ხდის მწვანე ბოსტნეულს მწვანედ. ანუ ქლოროფილი არის მწვანე და სწორედ ეს ქლოროფილი ხდის მწვანე ბოსტნეულს მწვანედ. და თუმცა ყველაზე მარტივი მეთოდი ახალი სისხლის აკეთების არის, რომ ადამიანმა აიღოს მწვანე ბოსტნეული, წვენსატურში გაწუროს, თქვა და ან ის სპანახი, ან მწვანე ბულგარული, ან კიტრი, ან აი ნებისმიერი მწვანე ბოსტნეული აიღოს და გაწუროს წვენსატურში და დალიოს, არის ყველაზე კარგი მეთოდი გააკეთოს ახალი ჯანსაღი სისხლი. და უკვე ამ ახალი ჯანსაღი სისხლით კეთდება ყველა სხვა ორგანო. აი რაღაცა მითი აქვს ბოდიბილდერებს და ვინც ვარჯიშობს, რომ რაღაც მითი არის, რომ კუნთის გასაკეთებლად საჭიროა ცილაო. სიამოვნებაში ყველაზე ამინომჟავით, ან ყველაზე კარგი ცილის წყარო არის მწვანე ბოსტნეული, მაგრამ კუნთი კი არ კეთდება ცილისგან, კუნთი კეთდება სისხლისგან და სისხლი კეთდება ქლოროფილისგან. რაც არის მწვანე ბოსტნეულში ყველაზე მაღალი კონცენტრაცია, იმიტომ რომ თვითონ ეს ქლოროფილი არის მწვანე. და აღმოჩნდა, რომ აი ყველაზე მარტივი მეთოდი გამოჯამთელების და ახალი ჯანსაღი სისხლის აკეთების არის მწვანე ბოსტნეულის გაწურვა და დალევა. აი ხან ნახეთ კიდე. თუმცა ქლოროფილი არის თითქმის იდენტური ჰემოგლობინის. აი ბევრი ოჯახის წევრი მყავს, აქვთ ჰემოგლობინის ნაკლებობა. და ვეუბნები, რომ ჰემოგლობინის ნაკლებობა თუ აქვს ადამიანს, შეუძლია აიღოს კიტრი, გაწუროს, დალიოს და რამოდენიმე კვირაში ყოველდღე თუ მაგას იცავს, ჰემოგლობინის ნაკლებობა აღარ იქნება. იმიტომ რომ მაგ ქლოროფილს აიღებს სისხლი, რომელიც არის ჰემოგლობინის თითქმის იდენტური და გააკეთებს ახალ ჯანსაღ სისხლს. და ხა ნახეთ რა ხდება ორგანიზმში. თუ რაღაცა ორგანოა დაზიანებული, ეგ ორგანო იმის რომ გამოიცვალოს და გაკეთდეს ახალი ორგანო, ან შეკეთდეს, საჭიროა ახალი სისხლი. რო თქვა და ეს დაზიანებული უჯრედი შეიცვალოს ახალი ჯანსაღი უჯრედით. საჭიროა ახალი სისხლი. ეს ახალი სისხლი კეთდება თურმე ქლოროფილისგან.
კიდე სამი რაღაცა არის საჭირო არის იმის რომ გაკეთდეს სისხლი. ანუ ქლოროფილია პირველი, მეორე არის აუცილებელი ზეთები, მაგალითად სელიზეთი. სელიზეთი არის ომეგა-3 აქვს, ომეგა-3 არის აუცილებელი ზეთი, რაც ორგანიზმს სჭირდება რომ გააკეთოს ახალი სისხლი. კიდე წყალი და ნამდვილი მარილი. ეს 4 რაღაცა არის, ისგანაც ეკეთება ახალი სისხლი. არის ქლოროფილი მწვანე მცენარისგან, სელიზეთისგან ომეგა-3, წყალი და რეკომენდებულია ტუტე წყალი და ამას აუხსნი რატომ და ნამდვილი მარილი. ამ 4 რაღაცისგან ეკეთება სისხლი და როცა ორგანიზმში ეკეთება ახალი სისხლი, ბიბლია გვეუბნება რომ სისხლი არის სიცოცხლეში. ანუ ბიბლია გვეუბნება რომ სიცოცხლე არის სისხლი. ანუ თუ სისხლი არ არის, ადამიანი კვდება. მაგრამ თუ არის ახალი სისხლი, ადამიანი ჯანსაღდება და ახალგაზრდავდება. და ნებისმიერი დაავადება შეიძლება განიკურნოს ახალი ჯანსაღი ყოველდღე, ახალი ჯანსაღი სისხლის აკეთებით. მაგრამ მარტო ერთ შემთხვევაში. და რა არის ეს შემთხვევა? თუ ორგანიზმი არის ტუტე. ეხლა რას ნიშნავს ეს? ჩვენ ორგანიზმში ბევრი პროცესი ხდება და ამ ყველა პროცესის გამონაბოლქვი არის მჟავა. აი თქვა რომ გაირიბენ ადამიანი იღლება და კუნთებში რაღაც მჟავა ხვეროვდება. ეგ მჟავა თუ არ მოშორდა ორგანიზმიდან, ადამიანს კლავს ეგ მჟავა. და როგორ ხდება ამ მჟავის მოშორება? ამ მჟავის მოშორება ხდება ოფლით, შარდით, დეფეკაციით, რესპირაციით, ანუ სუნთქვით, ქალების შემთხვევაში ასევე მენსტრუაციით და მაგიტო არის რომ ხანდახან ქალები ცხოვრობენ უფრო დიდი ხანი, იმიტომ რომ ძალიან ვერ შხამს და მჟავას მენსტრუაციით იშორებენ ხოლმე. და ამის გამო ერთ-ერთი მიზეზია თუ რატო ცხოვრობენ უფრო დიდ ხანს კაცებთან შედარებით. და იმისთვის რომ ეს რაღაცა და ერთ კაცი არის რობერტო უიანგი და რა შეძახის ეს კაცი? რომ უჯრედი აი რეალურად ბოლომდე არ ნადგურდება, არამედ გარდაიქმნება. ანუ ეს ვიდეო რო გაჩვენეთ, ეხლა ვიგაჩვენებთ ისო. თუ ადამიანის უჯრედი არის თუ აი მის გარშემო სითხე არის ტუტე, მაშინ ის უჯრედი ინარჩუნებს თავის ფორმას და თავის ფუნქციას ოპტიმალურ დონეზე, ყველაზე კარგ დონეზე. ყველაზე მაქსიმალურად როგორც შეიძლება იყოს უჯრედი ჯანმრთელობის მხრივ, ეგრე არის, მაგრამ თუ ეს უჯრედი მის გარშემო სითხე არის გამჟავიანებული, ეგ უჯრედი რო ქნას ადაპტაცია მაგ მჟავე გარემოზე, აკეთებს ადაპტაციას და გარდაიქმნება პარაზიტულ ფორმებად. ანუ მეგობრებო, თქვენ რო გაშინებენ რომ ის ვირუსია, ეს ვირუსიო, ვირუსები გარდან კი არ შემოდის. ადამიანის უჯრედები თვითონვე გარდაიქმნებიან ვირუსებად და რაღაც ბაქტერიულ პარაზიტულ ფორმებად, თუ მათ გარშემო სითხე არის მჟავიანი. მაგას ქვია პლეომორფიზმი. ეს არის გადაღებული სისხლი, რობერტო უიანგმა გადაიღო და მის ლინკს შევაგდებ, ნუ ან შეგიძლიათ მოიძიოთ ალტერნატიულ საიტებზე. და ცდილობენ ეს კაცი ჩასვან ციხეში, იმიტომ რომ არ აწყობთ რა თქმა უნდა ხალხს რო ესოდნა კონდეს. და აი აქ ხედავთ როგორ ბაქტერია იყო სისხლში და ეგ ბაქტერია გარდაიქმნება სისხლად. ამით კი ხდება პლეომორფიზმი. ანუ ეს ვირუსები და რაღაცეები გარედან კი არ შემოდის. ადამიანის უჯრედები თვითონ იცვლიან ფორმას და გარდაიქმნებიან პარაზიტულ ფორმებად, თუ ადამიანის შინაგანი გარემო არის გამჟავიანებული. ანუ რაც არის მჟავიანი, ანუ ცხოველური ცილა და ნახშირწყლები და ტკბილაული არის ძალიან მჟავიანი და მავნე და ყველაზე ტუტე და კარგი რაც არის მწვანე ბოსტნეული. აი აქ სურათს გაშვენებთ. და ვინც იცის ინგლისური, ნუ იმედია გაერკვევა, ვისაც არა იმედია ოჯახში ყავთ ვიღაცა, ვინც იცის ინგლისური და ვისაც შეუძლია რომ გაყოლიანოთ, მაგრამ ყველაზე ჯანსაღი და კარგი საჭმელი არის მწვანე ბოსტნეული, ყველაზე ტუტე რაც კი არის. და თუ აი მაგ მწვანე ბოსტნეულს გაწურო და დალევ, ორგანიზმი ძალიან მარტივად იყენებს რომ გააკეთოს ახალი სისხლი და ახალი სისხლით უკვე კეთდება ახალი ორგანოები და ადამიანი ჯანმრთელდება. მაგრამ იმისთვის რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, საჭიროა რომ ორგანიზმი იყოს ტუტე. და ყველაზე კარგი მეთოდი ორგანიზმის გადუტების არის
გაფილტრული, სტრუქტურირებული, ენერგიით გაჯერებული წყლის დალევა. აი ეს ფილტრი არის, ქვია Inner Light Code Alkaline Water Pitcher. ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ რაც ამის წყალს ამის მიერ გაფილტრულ წყალს, თათმეტ დაღლილობას არ უზრუნო. აი დაღლილობას არ უზრუნო და ვარს ენერგიით სავსე. და ამ წყლის დალევით და მწვანე მოსწნეულის დალევით რეალურად გამოვკეთდი ვარ ჯამთელა ჯანსაღად როგორც მეტყობა და გავიაზრე თუ როგორ გამყვნოთ კიბო, დიაბეტი, გულის დაავადება, ნებისმიერი სხვა დაავადება მარტო ერთი ტუტეწყლის მიღებით და ორი ქლოროფილიანი საწყლის მიღებით, ანუ მწვანე მოსწნეულით. თუ ადამიანი მეც არაფერს არ იზამს, უბრალოდ თუ დიეტიდან ამოიღებთ ხორცეულს, აი თუ ცხოველურ პროდუქტს ამოიღებთ დიეტიდან, თუ ცხოველურს ამოიღებთ და ჩაანაცვლებთ მწვანე მოსწნეულით და მიიღებთ ტუტე წყალს, საკმარისი არის ნებისმიერი დაავადების განსაკუთრებით. იმიტომ რომ ეს ყველა დაავადება კი არ არის რაღაც დაავადება, არის უბრალოდ სიმპტომი ორგანიზმის გამჟავიანების. აი ამ ვიდეოში ნაჩვენები არის რა იწვევს გულის დაავადებას. ეს არის ცხოველური მჟავა. ასე ადამიანის აი გარშემო არის სისხლი, როგორც ეს ბურთულები არის სისხლი და ის წითელი არის ცხოველური მჟავა. თუ დიეტიდან ამოიღებთ, თუ რაციონიდან ამოიღებთ ცხოველურს, ეს დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე კარგი ცილა მაინც არის მწვანე მოსწნეულის ცილა. ცხოველური ცილა ვაფშე არ ჭირდება ადამიანს, ეგ არის სრული მითი. ყველაზე კარგი ცილა არის ქვია მწვანე მოსწნეულის ცილა. თუ ცხოველურს ამოიღებთ დიეტიდან და ესეთ შავქიმიკატს არ მიიღებთ ორგანიზმში, როგორც ცხოველურში არის ან როგორც აი ცომეულში და ტკბილეულში არის, თუ მაგას ამოიღებთ დიეტიდან და ჩაანაცვლებთ მწვანე მოსწნეულით და მიიღებთ ტუტე წყალს, საკმარისი არის ნებისმიერი დაავადების განსაკუთრებით. რატო? და ეს არ არის მედიკური რჩევა, ეს არ არის რაღაც ოფიციალური რაღაცა დასკვნა. მე არ ვარ ექიმი, ამიტომ ეს არ არის რაღაცა სამედიცინო რჩევა, ეს არის მე რაღაცა მოვიზია და ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას გიზიარებთ, რომ თქვენ თვითონ მოიზიოდოთ და თქვენი თვითონ გამოიტანოთ თქვენი დასკვნები. ამიტომ როგორ დაამახსოვრეთ, რომ ყველა დაავადება, გინდა კიბო იყოს, დიაბეტი, ან რაც არ უნდა იყოს, არის ორგანიზმის ადაპტაციის მეთოდი, რომ ადაპტაცია აქნას გამჟავიანებულ ორგანიზმთან. როგორც ვიდეო გაჩვენეთ, რომ ბაქტერია იყო და გარდაიქმნა სისხლად და ასევე სისხლი შეიძლება გარდაიქმნას ბაქტერიად, თუ ორგანიზმი მჟავიანდება. ანუ ყველა დაავადება არის ადამიანის ორგანიზმმა გააკეთა ადაპტაცია და უჯრედები გარდაიქმნა რაღაც პარაზიტულ ფორმებად, მავნე ფორმებად, იმის გამო, რომ ორგანიზმი იყო გამჟავიანებული. და ამ მჟავის განაინტრალება შეიძლება ტუტე წყლის დალევით. შეგიძლიათ გამოიწეროთ ონლაინიდან Inner Light Code Alkaline Water Pitcher. და აი ამ წყლის დალევის შემდეგ იმდენი ენერგია მაქვს, რომ რა გავაკეთებ მაგ ენერგიით არ ვიცი. ძალიან ბევრი ენერგია მაქვს და გადავწყვიტე, რომ ეს ცოდნაც შევიძინა, ხალხს გავუზიარო. იცოდეთ, რომ ვინც ამ თემებს ლაპარაკობს, მაგათ ციხეში სვამენ, ან ცდილობენ რომ მოკლან, ან ცდილობენ რომ რამენად მაინც გააჩუმონ, იმიტომ რომ სამედიცინო სფეროს რეალურად არ აწყობს ამ ინფორმაციის გავრცელება, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია საკმარისია ნებისმიერი დაავადების რეალურად გამოსასწორებლად. როგორც უჯრედი გაჩვენოთ, როგორც სისხლი შეიძლება გარდაიქმნას ბაქტერიად, როცა ორგანიზმი მჟავიანდება, ისევე ყველა დაავადება არის ორგანიზმის ადაპტაციის მეთოდი გამომხატავდეს გამჟავიანებულ გარემოს. თქვენ თუ უბრალოდ დალევთ ტუტე წყალს და განიიტალებთ ამ ორგანიზმში მჟავას და მიიღებთ მწვანე მოსწნეულს, რომელიც თან ტუტე არის და თან მაგით კეთდება ახალი სისხლი, გამჟავთვალდებით. და ეხლა ერთი რაღაცა მითი არის კიდე. ექიმებს ასწავლიან, რომ კუჭის ფუნქცია არისო გააკეთოსო კუჭის წვენიო, რასაც წვენი გადაამუშავოსო და კუჭი უნდა იყოს მჟავიანიო
ესე იგი თუ ადამიანი დალევს ტუტე წყალსო არ შეიძლებაო, იმიტომ რომ კუჭი მჟავე უნდა იყოსო. ეს არის სრული მითი. ეს არის სრული აბსურდი და მითი. და ეხლა გეტყვით რატომ. ოდესმე გიჭამიათ სიმინდი? სიმინდი ისე გიქნიათ, რომ აი სიმინდი შეჭა, მაგრამ რომელიღაც ნაწილს არ დაღეჭავ და ერთი ნაწილი ერთ მხრივ ჩავა და მეორე მხრიდან გამოვა. ან შეჭამ თხილს და ჩავა და მეორე მხრიდან გამოვა ჩვეულებრივად. ამიხსენით, თუ კუჭი ამუშავებს საჭმელს, რატო არის, რომ ადამიანი შეჭამ სიმინდს, რომელიც უმეტესად წყალი არის და არ დაღეჭავს და მეორე მხრიდან გამოდის იგივენაირად. იმიტომ რომ მეგობრებო, ეს არის მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მითი. კუჭის ფუნქცია კი არ არის, რომ გააკეთოს კუჭის მჟავა, რომ საჭმელი გაანეიტრალოს, რომ საჭმელი გადაამუშავოს. ეგ არის მითი. კუჭის ფუნქცია არის, რომ გააკეთოს სოდა, სოდიუმის ბიკარბონატი, რომელიც არის ტუტე, რომ კუჭის ჩასული საჭმელი გაატუტოს, მისი მჟავა გაანეიტრალოს, ან ორგანიზმის მჟავა გაანეიტრალოს, და თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. ამიტომ ექიმებს ასწავლიან სრულ აბსურდს და სრულ მითს. კუჭის ფუნქცია არ არის გააკეთოს კუჭის წვენი, რომ საჭმელი გადაამუშავოს. ერთ-ერთი გადამუშავებული ორგანო არის კბილები. და მაგიტო არის, რომ გეუბნებიან, რომ საჭმელი უნდა დაღეჭო. აი კიდე ერთი. კუჭის ფუნქცია არის გააკეთოს სოდა, სოდიუმის ბიკარბონატი, რომ საჭმელი გახადოს ტუტე, ან ორგანიზმში ყოფილი მჟავები გაანეიტრალოს და თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. იმიტომ რომ დაიმახსოვრეთ მეგობრებო, როცა ტუტე ორგანიზმში ვირუსები ვერ ვრცელდება, თუ თქვენ სვამთ ტუტე წყალს, თქვენ ორგანიზმში ვირუსი ვერ გავრცელდება ფიზიკურად. მაგრამ თუ ორგანიზმი არის მჟავიანი, რაც ძალიან მარტივია ორგანიზმის გამჟავიანება ცხოველური ჭამით და ტკბილებული ჭამით, უკვე ორგანიზმი თავისით წარმოქმნის ვირუსებს და ბაქტერიებს. როგორც ვიდეოში გაჩვენეთ. ანუ რა არის საბოლოო დასკვნა, თუ გინდათ გამოჯამთრდეთ, დიეტიდან რაციონიდან ამოიღეთ ცხოველური, ტკბილებული და სომეული ამოიღეთ და გრადით ბოსტნეულის ჭამაზე და დალიეთ ტუტე წყალი და ეს საკმარისი არის ნებისმიერი დაავადების გასაყუნად. და ეს არ არის მედიკური რჩევა, ეს არის უბრალოდ ჩემი მოძიებული ინფორმაციის გაზიარება, თქვენ რას დაიჯერებთ, თქვენი საქმე არის. მე არ ვარ ექიმი, ლეგალურად უფლება არ მაქვს იმას რამე რჩევა მივცა. ეს არის ჩემი მოძიებული ინფორმაციის გაზიარება, ის უფლებაც მაქვს, იმიტომ რომ ყველას აქვს თავის აზრის გამოთქმის უფლება. ეს არის ჩემი გამოცდილების გაზიარება, რომ მქონდა კიბოს სიმპტომები და დიაბეტის სიმპტომები და ჩემ თავს მომკურნალე ამ მეთოდებით. თქვენს ამას გიზიარებთ. თუ ვინმე ადამიანს რამე აინტერესებს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. ან ცხოვრებაში შემოხვდეთ ერთ-ერთს დაგელაპარაკებით, ან დამირეკეთ და დაგელაპარაკებით და შემიძლია რომ უფრო უკეთესად დაგყვალიანოთ. მაგრამ რეალურად უბრალოდ მინდოდა რომ მაინც ღმერთი შვილი ვარ და მოსული ვარ ამ სამყაროში, რომ ხალხს აი ჩემი ძმა რა მოვიდა, ვის ნამდვილი სახელი არის იაჰუშუა, ვისაც ეძახდნენ იესოს, მაგრამ იესო ძალიან სატანური სახელია. იესო ნიშნავს ზევსის ცხებულს და ძალიან სატანური არის. მისი ნამდვილი სახელია იაჰუშუა, რომ მოვიდა მან თქვა, რომ აი ახალ აღთქმაში იოანეს მეათე თავში არის, რომ ღმერთის შვილი იძახის, იაჰუშუა იძახის, რომ ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. ეს სწორედ მაგრამ მიყვარს ჩემი ძმა, ჩემი მესია, ჩემი გადამრჩენელი, ვინც დაღვარა მისი სისხლი და ხორცი ჩემთვის და თქვენთვისაც, რომ ქონდეს სიცოცხლე და მარადიული სიცოცხლე. ამიტომ მინდა რომ ღმერთი გავახარო, მინდა რომ ღმერთის შვილებს თქვენ, თუ ეზიგარავით ღმერთის სისხლს და ხორცს, თქვენს ღმერთის შვილი იქნებით. მინდა რომ აი ღმერთის შვილებს დავეხმარო და მინდა რომ გამოვაჯამთვალო და მინდა რომ დავაყოლიანო და ეგ ჩემთვის იქნება სიხარულის წყარო და ბედნიერების წყარო და რავი გამახარებს. ამიტომ თუ რამე კითხვა აქვს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ან აი ცხოვრებაში შემოხვდით, ან დაველაპარაკოთ, ან პრობლემა არ არის. გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას. მადლობა ყურებისთვის და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.